საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი მარანა კობახიძე მოსახლეობას შეხვდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დეპუტატი მათ საჩხერის კულტურის სახლში შეხვდა. კობახიძის თქმით, შეიქმნება სპეციალური ბიურო, რომელიც საჩხერელების პრობლემებს დეპუტატს მიაწვდის. შეხვედრას საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ზაქარია ქუსნაშვილიც დაესწრო. საჩხერელებს სიტყვით გამგებელმა ვანო გოშაძემაც მიმართა. გოშაძემ წინამორბედის მიერ დატოვებული ძვირადღირებულ მანქანაზე უარი თქვა. მის თქმით, გამგეობა ავტომანქანას გაყიდის და თანხა საბავშვო ბაღებს მოხმარდება. ეს იყო ასე ვთქვათ არჩევნების შემდგომ პირველი შეხვედრა და ინფორმაცია მივაწოდეთ იმის შესახებ, რომ ჩვენ თუ რას ვაპირებთ რაიონში, უახლოესი გეგმები რა არის, მუშაობის რეჟიმი როგორ იქნება დეპუტატსა და ამომრჩევლებს შორის, ქმნით უკვე იმ კვირიდან ბიუროს, მაჟორიტარი დეპუტატის და ბიუროს მეშვეობით მათ ექნება შესაძლებლობა, რომ უდმივი კონტაქტი ჰქონდეთ. მორალურად არ მქონდა იმის უფლება, რომ ასეთი დაბალი და მძიმე სოციალური ფონის მქონე მოსახლეობა ყოფილიყო ასეთ გაჭირვებაში და მე ასე ვთქვათ ფუფუნების მანქანა მყოლოდ. აი ეს იყო ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი, ჩემი ცხოვრება იქნება ზუსტად ისეთივე, როგორც რიგითი საჩხერელის რიგითი მოქალაქის ცხოვრება.